სანამ მილოცვას დავიწყებ, მაინტერესებს როგორ ვიმზირები? ძალიან კარგად გამოიყურებით ხალბატონო სალომე და აბა თქვენ იცით. ეხლა შეგიძლიათ დაიწყოთ. აბა, უსმინოთ ხალხო, პრეზიდენტი ლაპარაკობს და აბა თქვენ იცით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს, დასწრება გქონდეთ ბევრი. ანუ გილოცავთო, ამ ახალ წელსო და მრავალს დაესწარითო და იცოცხლეთო და იხარეთო რა ხალბატონო. ჭვავის, კარაქის და ყოველივე სიკეთის მომტანი ყოფილიყო ეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ხო, ეხა აქ ცოტა გაუგებარ ადგილებზე ჩასვით ხვავი და ბარაქაი და დანარჩენი სწორად ილაპარაკა ხალბატონმა სალომემ, ყველაფერი კარგი. ეგრე განაგზეთ ხალბატონს. როგორც იცით, 2020 წელს ბევრი ვიპროწიალე ადგილობრივ კუნძულებში. ანუ როგორც იცითო წელსო მე ვიმოგზაურე საქართველოს კუთხეებშიო. ვნახე იგუეთის მრავალსაუკუნოვანი მოსახვევი, ვნახე გორის ულამაზესი გვირაბი, ვნახე უძველესი გზაგასაყარი, სადაც გზა ესე ორად იყოფა. კაროჩე, მანქანიდან რაც დავინახეო, ყველაფერი, მაგრამ მომეწონაო, აი ეგეთი იყო რა. წელს ჰქონდა ჩახლართული და მიხვეულ-მოხვეული წელი. საკმაოდ რთული წელი ჰქონდაო წელსო. იყო ბევრი კრიტიკა, რასაც არ დავეთანხმე, თქვენ ვინ გაბერილი ტყავი და მეშოკი ხართ. აჰა, ესე იგი, ბევრი კრიტიკა იყო, მარაო. რას ქვია უკრიტიკებთო, ვიჩები ტიკიტო მარახარო, ბოლო-ბოლო, ესე თავხედურათო, რომედაო რა. და ბოლოს მინდა გითხრათ ყველაზე მთავარი. მინდა ჩემი თვითყოფადობის სიამაყე გავუზიარო მთელ ერს, რამე თუ ყველას ხასიათი გადის დადებითობის ზღვარზე და არ შეიძლება ეს ყოველივე დადებითად არ აისახოს ჩვენივე კეთილდღეობის აურის მისადგომებზე. რავი, რას მიყურებთ ხალხო? ეგრე ყველაფერს კი ვერ ვგებულობ, რასაც ეს ლაპარაკობს კაცო. ეგრე პროფესიონალიც არა ვარ, ეხა კიდე დააფთავით ხალბატონო სალომე აფხელა სიტყვა რა მოგაზრდები. ამ ახალ წელს მინდა ჩემი ბაგეებიდან იოგების დახმარების მეშვეობით ჰარმონიული ბგერები ამოვყარო. მოკლედო, ერთი კაი სიმღერები და გიბღეროთ საახალწლოთო და აბა თქვენ იცითო და მართლა გავაფრთხილოთ ხალბატონის სალომე ეს უშენიერესი მადილოსანი აბა შემოვედი.